What's up YouTube? Სალამი ყველას. ვინც უყურებს ამ ვიდეოს, მოკლედ ახალი პოდკასტში დღეს ბიჭებო ვილაპარაკებ ცოტა ორიოდენ სიტყვას ფაქტიურად ჩავლით მისტერ ოლიმპიაზე, რომელიც დასრულდა წუხელ ღამე. შევეხები ძალიან ლაითად მაგ თემას და თქვენს რაღაც გარკვეულ შეკითხვებზეც ვისაუბრებ, რაც დაწერთ კომენტარებში. რეაქტიურად მინდა ეს ფორმატი მაქსიმალურად ხშირად გადავიღო, მაგრამ დამოკიდებული არის თქვენს აქტიურობაზე. YouTube-ი მქონა ვაფშე მივიწყებული ფაქტიურად ბოლო 2 თვის განმავლობაში სურვილი მაქვს კამბექის. ამიტომ თქვენგან მოვითხოვ რაღაც დახმარების ვარიანტს და მაქსიმალურად აქტიურად ვიყავი მაგარიგაციებული, რა ძალიან ცუდი ვირუსები დადის, ხმაც გაფუჭებული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მინდა რომ გადავიღო, რა ვიცი, მაქსიმალურად და ხელებით თუ გაფუჭებული ხმით, როგორც გამოვა შევესწრები, რომ საინტერესო ინფორმაცია გაგიზიარო. რაც შეეხება ხა ბოდიბილდინგის ვარიანტს, ბოდიბილდინგს ვადევნებ თვალს. 20 წლის წინ ვარჯიში დავიწყე ზუსტად დავიწყე იმით, რომ ვიყავი გატაცებული ბოდიბილდინგით, აი ეს სტაჟი ჯეი კატერის ფაქტიურად დატომა ხატია. და ვიტყვი იმ ნიუანსს, რომ მაგრამ არა უშავს. ეს არ გამიფუჭებს მაინც გადაღებას და სულჭვილი გადავიღებ ბიჭები. აი ესე იგი ნიუანსი როგორ არის? ბოდიბილდინგსაც შეეხება ბევრს გონია რომ აი იქ ყველაფერი, რა ვიცი, გახეთქილი ქიმიაში არიან და ასე შემდეგ. ჯერ ვიტყვი იმ ნიუანსს, რომ არასდროს ჩემ ვიდეოები არ აღიქვათ რაღაც სარეკომენდაციო სახათთან. მე ვლაპარაკობ უბრალოდ ჩემს ბიოხაკერულ ექსპერიენსს ვლაპარაკობ, იმისთვის რომ მაქსიმალურად მინდა ხალხი გარკვეული იყოს ამ თემაში და რა ვიცი, ვიღაცა თუ რაღაცას აპირებს, ისე ხდებოდეს სასაშუალება და ეგ მოტივი აქვს ფაქტიურად ჩემს ვიდეოებს. ბოდიბილდინგი ეგ არის პირველ რიგში ხდებოდეთ მეგობრებო, ეგ არის პირველ რიგში გენეტიკა. ანუ ძალიან მაგარი გენეტიკა და წლების განმავლობაში აი ესეთი პატარა-პატარა ნაბიჯებით, წლების განმავლობაში დისციპლინა და ერთფეროვნული რუტინა. არ არსებობს რომ ბახ, აი უამრავი ხალხი მოდის კლიენტურად ჩემთან, ვისაც უნდა რომ რა ვიცი, თქვა 3 თვეში, 5 თვეში, 6 თვეში ვაფშე მაგარ ჯანზე მოვიდეს და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ იქ უყურებთ, ეგ არის სუფთა წლების განმავლობაში ნაშრომი არანორმალური დისციპლინა პირველ რიგში, იმიტომ რომ ურთულესი სპორტი არის პირველ რიგში, ბევრი ამბობს რომ სპორტის სახეობა არ არის, ხარ რო თქვა ჩავწეროთ Google-ში რა არის სპორტი, სხვანაირი ახსნა აქვს საერთოდ, მაგრამ ჩემი აზრით ბიჭები მაგრად შრომობენ უთულესი სპორტია, განსაკუთრებით ბოლო მომზადებისას რჩება მიახლოებით 2-3 კვირა ბიჭები დადიან ჯოჯოხეთს. ამ დასაფასებელია მაინც იკითხით, რომ მაინც რაღაც გარკვეული სპორტული აქტიურობა არის და საინტერესოა. საინტერესო იმ კუთხით, რომ რაც კი არ თქვა, ყოველთვის თვალი მაინც იზიდავს. ადამიანს რო შეხედათ პირველ რიგში სპორტსმენს, პირველ რიგში უყურებთ და როცა ადამიანი გამოიყურება ვიზუალურად ჯანზე, გვისწორდება. რაც შეეხება ფაქტიურად მსუმუქ გარკვეულ წონით კატეგორიას 200 მეგონი 12 LBS-ი ვინც არიან. პროდიჯიზე მანდორიაზე არისო რომ ფაქტიურად ჩემს ბიოქაოში წვდებ ხოლმე მაგის ვიდეოებს ხშირად პოსტ ეგ არის ამ სამყაროდან არ არის რა ფაქტობრივად ეგ ტიპი ისე ჯანზე არის ამ ნუ ეხა შონიც კაია კლარიდა მაგრამ ეხა ვიტყოდი რომ მაინც რა თქმა უნდა კეონი ჯობდა ფაქტიურად კლასიკ ფიზიკის ვარიანტში ნუ არ ვიტყვი რომ რა ვიცი თქვა მე ვიყავი საერთოდ კრის ბამსტედის უფრო ფანი შეიძლება ითქვას ნუ ეხა კრისი რაც წავიდა რაც ფაქტიურად ეხლა ახალი ტიპი მოვიდა. მე მეგონა რომ თითქოს ეგ გაიმარჯვებდა, მაგრამ დინომ გაიმარჯვა და ხო ხდები ახლა მაგ ტიპისთვის ამ ხოლმე ბედნიერება არის ფაქტობრივად ეგ სიტუაცია რა, რომ წლების განმავლობაში სულ ბამსტერთან ქონდა ხოლმე ფაქტობრივად რაღაც გონკები და გამარჯვებული ყოს დინო. რაც შეეხება ახლა იმას ჩოლბურ ბოდიბილდინგს, მან გარკვეული რამოდენიმე ნიუანსი არის ფაქტობრივად. მე რაღაცნაირად თითქოს პირადად ჩემი აზრით თითქოს ჩუპანი უფრო მომწონა რაღაც ვარიანტში, მაგრამ გაიმარჯვა დერეკმა. არ ვიცი ახლა მე დიდი ფაქტიურად ის ვარიანტში ის ბოდიბილდინგის ახლა რა ვიცი, ის არა ვარ, მე იქ მოკლედ ესე გადაწყვეტეს რა და ვინც არიან იქ ტოპ 5, რავი, აი ფაქტიურად ყველა ჯანზია რა და ძალიან რთულია, არ ვიცი ეგ საჯებისთვის, ეგ გადაწყვეტების მიღება. მაგათ ალბათ უკეთესად იციან ფაქტიურად რა. ეს პატარა რევიუ, რაც შეეხება ბოდიბილდინგის ვარიანტს, ვინც თქვა ბილდინგით ხარ დატაცებულები ცოტა ორიოდენ სიტყვას ვიტყვი ფაქტიურად რაღაცა ფამფის ვარიანტში ვთქვათ, აი რა შემიძლია გირჩიოთ ფამფისთვის. ხშირად ასაც ფაქტიურად ამბობენ რომ აი ფამფისთვის პირველი არის არგინინი, ანუ არჯინის ამბობენ ხოლმე არჯინინი. მე რაღაცნაირად იმ პონჩი არ მომწონს ეგ ამინომჟავა, იმიტომ რომ ეგ ამინომჟავა ძალიან აქტიურად მეგობრობს ჰერპესთან. ანუ როცა მაგას აქტიურად დიდ დოზირებებს ვიღებთ, იმისაც მიდრეკილება აქვს ვთქვათ, ვისაც ბაგი აქვს გენეტიკური და დაბალი აქვს იმუნური სისტემა, არ არის გამორიცხული რომ მაგის პერიოდში რაღაც ჰერპესი ხშირად ამოვიდეს. თუ მივასაუბარ ისე ფამფის ვარიანტში, ჩემთვის ფამფისთვის ალბათ ტოპ 3 იქნება საფლემენტის ვარიანტში საერთოდ. აი 3 ვიტყვი მინიმუმი ახლა მე მიყვარს უფრო ფართო არჩევანი 5, რა ვიცი 7 რაღაც გარკვეული საფლემენტი, მაგრამ ვიტყვი 3-ს ალბათ. პირველი იქნება სიალისი, მიახლოებით დინას 10 მგ რო იყოს. ციტრულინი ფაქტიურად, რა ვიცი, მინიმუმი ალბათ 5, 6, 7 შეიძლება даже 8-10 გრამის. ეგ
და შეიძლება მან დაემატოს კიდე არის აგმატინ სულფატი ქვია, ეგეც კაი რაღაცა არის ფაქტიურად. ხშირად სარეკომენდაციო ვარიანტში კიდევ და ბევრი კვლევები აქვს, ესე ქვია სახელი beetroot. თუ არ ვწდები, ჭარხლის წვენი არის ეგ თუ არ ვწდები. ეგეც კაი ვარიანტი არის ფაქტიურად რა და რაც შეეხება კიდე რომ ნორმალური ფამფი გქონდეთ, ბევრს გქონია რომ მაინც და მაინც ცილებით უნდა ჩაიტრიტოს, ბევრი ცილა უნდა ჭამოს, არ არის ეგ მასე. ფამფი რო გქონდეთ ნორმალური, უნდა გქონდეთ ნორმალურად კუნთებში გლიკოგენი. ჩვენ გვჭირდება ნორმალური ბალანსი ნახშირის წყლის და მინერალების. ანუ ვარჯიშამდე სანამ მიდიხართ, თუ თქვათ აი უხეშად თუ ადამიანი არის 100 კილო, კაი ფამფი რომ გქონდეს, ერთი 100-120 გრამი მაინც ნახშირის წყალი უნდა მიიღო. პლუს მიახლოებით უხეშად გრამი ნახევარი 2 გრამი მარილი უხეშად კიდე პოტასიუმი მიახლოებით 500 მილიგრამი მაინც. აი ეგ მოგცემთ ფაქტიურად ნორმალურ ფამფის ვარიანტს. და ეხლა უცებ შევეხები ესე იგი რაღაც გარკვეულად საინტერესო შეკითხვებს. NZT წერია ისა NZT 48 NZT ანუ სახელი არის და NZT 48 ხომ არ გექნებოდა 1-2-ამდე. ეხლა უყურებრო როგორი სიტუაციაა. საერთოდ NZT-ზე რო გადაიღეს ეგ ფილმი, ნუ ეგ მასეთი ტაბლეტი ფიქრობ მომდენო მიახლოებით 15-20 წელი ეჭვმეპარება რომ იყოს, მაგრამ NZT გადაიღეს თუ არ ვწდები მოდაფინილზე. მოდაფინილი ფაქტიურად ეგ არის ისეთი გარკვეული რაღაცა ნივთიერება, რომელსაც უფრო გამოიყენებენ უფრო სპეციალიზირებული, უფრო ჯარისკაცები, ვინც თქვათ აი ღამის თევებში არიან, რომ არ დაგეძინოს მოკლედ, მაგრამ გზად კიდე ხსნის კოგნიტიურ შესაძლებლობას აი რეალურად ძალიან ჯიგრულად ან განწყობადეს მოქმედებს კარგად რაღაცა. და თუ NZT-ზე მივასაუბარი, ყველაფერი ხა ფილმია და ფანტასტიკა არის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ისეთი გარკვეული შეიძლება ითქვას, როგორც ნოოტროპი, ალბათ იქნება აი არის მოდაფინილი, კიდე არის არმოდაფინილი, კიდე არის ფლუორაფინილი თუ ვწდები და მაინც უფრო ყველაზე ალბათ აი ისეთი ნორმალური, რასაც თქვათ აი 10 ბალიდან ადამიანი დაუწეს თქვათ 9 ბალს, ეგ იქნება კლასიკური მოდაფინილი რა. გასხვავება უბრალოდ მოდაფინის და არმოდაფინის შორის ის არის, რომ არმოდაფინილი ცოტა ოდნავ არის უფრო ძლიერი და უფრო არის ხანძლივი მოქმედების, ანუ უფრო პიქს არ იძლევა. მოდაფინის ის აქვს ფაქტიურად მოქმედება, რომ უფრო იძლევა მოკლე პიქს იძლევა. ანუ თქვათ უკვე 9 საათში 40 წუთში 1 საათში უფრო გზნობს აშკარად მაგის მუშაობას და თქვათ თუ რამე გაქვს ისეთი 13 სადინო თქვათ ან თქვათ რაღაცა თქვათ გამოსწრა რამე რთული გაქვს ისეთი სადაც არის აი უნდა ჩაიერთო თქვათ სადაც გინას თქვათ არ გეძინა და რაღაცა მაშინ შეიძლება რომ უფრო მოდა აქტიურად გამოყენდეს. არმოდაფინილი უფრო იგზნობა მიახლოებით ალბათ ვიტყოდი 1 აი საათიდან საათნახევრის შემდეგ და ძალიან ხანგრძლივი მოქმედება აქვს. ნიუანსი მთავარი ის არის ყოველთვის მაგორი პრეპების შორის, ანუ ცუდი იმით არის, რომ ნებისმიერ ვარიანტში გაღებინებს შენი ორგანიზმის რაღაცა და ნერვული სისტემის რაღაცა გარკვეულ განმარტებას გაღებინებს. ანუ ფაქტიურად ისეთ გარკვეულ რაღაცა მარაგს, როგორც მაციუაში თქვა თავიღოთ, რომ გააქვს მარაგი 1 კვირის საჭმის და რაღაცა გათვლილი გაქვს რაღაცა თქვა შენი კალორიულობა, მაგრამ რაღაცა დღეს მიხვედი, ვთქვათ, პარასკევს და უნდა გიყოს საჭმელი თქვა უხეშად ოშაბათიდან კვირამდე პარასკევს მიდიხარ და მთლიანად ჭამ სუნთქს. ანუ უნდა ხვდებოდე იმას, რომ ისეთ გარკვეულ რაღაცა ბალანს გაღებინებს შეგიდან ისეთ რაღაცა რესურსს. ისეთ რაღაცა ფაქტიურად ისეთ ელემენტს, რომელიც გათვლილია რაღაცა ექსტრემალურ მუშაობაზე უფრო და უფრო რაღაც სტრესულ სიტუაციაზე. ანუ უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ თუ თქვათ მასეთ რაღაცას გამოვიყენებთ, უნდა ვეცადოთ მეორე დღის უეჭველი 1 საათი მაინც საათნახევარი ზედმეტად უეჭველი დავიძინოთ. იმიტომ რომ ძილი ისეთი ფიზიოლოგიური რაღაცა გარკვეული მომენტია, რასაც აი ყოველს დიდი ალბათ უჭირავს ნაწილი ახთინთ ვარიანტში, როგორც ფიზიკურად, ისევე ასევე მენტალურად. ამიტომ ეს NZT-ის ვარიანტზე ცოტა ოდენი ვთქვი. ქვევით ორი შეკითხვა რაც არის, ძაღლუკა დემ ნაიგ სუწერია რა კლემუტეროლზე და ვისტროლზე რა სიტყვი? ვიტყვი იმას, რომ ვინი არ მევასება, ვისტროლი კატეგორიულად სვეტში ეგ არის აი უზომოდ ყველაზე სტერეოტიპული ფაქტიურად სტერიკი ისეთი, რომელიც გაპიარდა იმით, არ ვიცი საიდან მოდის ეგ რაღაც გარკვეული შებრუსული ფორმებიდან, შეიძლება რაღაც გარკვეული უცხოური ფორმებიდან. ცუდი არის იმით ზრდის ძალიან კოლაგენის სინთეზი. ეგ ერთი არის, ანუ რაღაცა გარკვეულ ვარიანტში, პუნქტი რო გაიწყვიტო, მის ვინიზე ეგ ძალიან ადვილად შეიძლება, ეგ ერთი. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თან მე უკვე ასაკში ვარ და რასაც უკვე ცვეთში გზნობ, ეგ არის ის, რომ აი სახსრებში არსებობს რაღაცა გარკვეული ენდოგენური და ეგზოგენური, ეს შეიძლება ითქვას, სინევიალური სითხე. ეგზოგენური ის არის, რომ არსებობს სპეციალური შპრიცები, რომელიც შეყავთ და მაგ სინევიალური სითხეს ფაქტიურად, ანუ ენდოგენურ ჩვენსას აქვეითებს, აშრობს, აი სახსარს აშრობს. ეგ ადამიანი მაგას ვერ იგზნობს მაშინ, როცა ადამიანი ესე თქვა შეიძლება ითქვას, აი არის თქვა ძალიან მაღალი ცხიმის პროცენტულობით ჭამს უგულუსაც უნდა და ასე შემდეგ. მაგრამ ვისწოს უფრო მეტად გამოიყენებენ ყველა ისინი, ვისაც უნდა რომ ვითომ გამოშვეს, მაგრამ ამ გამოშვების პროცესში ისეთ არიან კალორიების დეფიციტში ეგ ერთი.
და ცუდი ის აქვს, რომ ძალიან აშრობს სინიველურ სითხეს. ანუ მე მახსოვს, რომ მარცხენა მუხლის დონეზე მტკიოდა ფაქტიურად ამას როცა ვიღებდი რა. რომ აი უბრალოდ აი მჯდომიარე პოზიციაში თამაში კროსიც უბერავდი. საშინად ფაქტიურად მაწუხებდა მაშინ სახსებენ. ვინი ეგ არის იმენა სუფთა პრო ბოდიბილდინგური და გარკვეული ისეთი სტერიკი, რაც ალბათ მასეთ ვარიანტში უნდა გამოყენდეს რა. დანარჩენი მე ამაში დადებიც ვერაფერს ვერ ხედავ. ერთადერთი გარკვეული ჩემი პირადი რაღაც გარკვეული ბიოჰაკერი მქონია თქვა ისეთ ვარიანტში სამჭიდელებთან, სტრონგებთან, როცა რაღაცა თქვა ციკლში ყოფილა მაგალითად ნორმალური რაოდენობით ნანდროლონი, იმიტომ რომ ნანდროლონი პირიქით ეხმარება ჩვენს ენდოგენული სინიველური სითხის გამომუშავებას, იმიტომ რომ ყოველთვის რა თქმა უნდა ნანდროლონი არის უფრო აი რასაც ქვია ნორმალური შეკრულება, ნორმალური სახსრების ჯანმრთელობა, როცა ქონია ნორმალური რაოდენობა თქვა ნანდროლონი, კოლაგენის სინთეზის გაუმჯობესების კუთხით მიახლოებით 1.5 მგ შეიძლება ვინი ჰქონია თქვა, დინას თქვა კვირაში 5 ჯერ მაინც. ისევ კოლაგენის სინთეზის ვარიანტში, რომ მაქსიმალურად ესე იგი იმით თქვა მოხდეს რაღაცა თქვა ნივილირება მაგ კუთხის და ვინიმ დააჩქაროს მაქსიმალურად კიდევ უფრო მოხდეს კოლაგენის სინთეზის გარკვეული ბუსტი. აი ეგ არის. ანუ მე კატეგორიულად არ გიჩვევთ, ცუდი კიდე რაც აქვს ვინის ფაქტობრივად ის არის, რომ ლიპიდურ პროფილს იმენა გავუშვი, მაგრამ ანგრევს, ანუ რაც ყველაზე ჩვენი მკვლელი არის საერთოდ, მე იცოდეთ, ეგ არის ყოველთვის ლიპაიდ პროფაილი, ანუ ყოველთვის ქოლესტერინის ყველაზე ჩვენი მკვლელი რა. ამიტომ მაგას საფუჭებს. ვიზასაც ძალიან არ უსწორდება ფაქტობრივად. აი ორი თვე მიღებაზე მიახლოებით 1-3ჯერ, 2.5-3ჯერ ALT-AST მაღლები უეჭველი იქნება. ამის ადეკვატური დოზის მიღებაზე რა და აი ესეთი სტერიკია რა მოკლედ მე არ გიჩვენე რომ იაფია მაგრამ არა რაც შეეხება კლემბუტეროლს კლემბუტეროლი ფაქტიურად ეგ ისეთი რაღაცა ნივთიერება არის რომელიც პირველ რიგში ვისაც ასთმა აქვს და ვისაც რაღაცა გარკვეული სუნთქვის პრობლემა აქვს ამ ეგ არის უფრო რაღაცა როგორც რაღაცა მედიკამენტის თემის ვარიანტი რა მაგრამ დადებით ის აქვს რომ ეხმარება კი ცხიმისწვას ანუ უფრო აქტიურებს უფრო ლიპოლიზს ანუ შეიძლება რომ რეალურად გამოყენდეს მაშინ როცა ადამიანს აქვს ცხიმისწვის ვარიანტი დაჟე თქვა ხანგრძლივ პერსპექტივაზე და ამაზეც პროსტა მთავარი ნიუანსი ის არის რომ ყოველთვის რაც კი რამე ფორუმს ნახულობ და რამე თქვა ვიღაცისგან რამე ვიღებ ინფორმაციას რა თქმა უნდა დავცხოთ და მინიმუმი რო ქონდეს დღეში 80 100 ან იქნება 120 მიკროგრამი რაც დოზირება არის მაღალი რადგან უკვე მე პულსი იწევს მე რო შესაბამისად დროთა განმავლობაში ადამიანი დიდი ხანი არის მაგ პულზე გულისთვისაც არ არის ეს სასარგებლო ამიტომ საერთოდ არ ვიცი ბევრი ცრუ ინფორმაცია არის ძალიან და უფრო ჯობია რომ წაიგითოთ ხოლმე ისეთი სამედიცინო თქვა ლიტერატურა თქვა ისეთ ხალხს მოусმინოთ ვისაც რეალურად კაი ექსპერიენსი აქვს საერთოდ მე უფრო იმის მომხრე ვარ რომ რაღაცა თქვა უფრო გამოიყენო ხანგრძლივ პერსპექტივაში ანუ ვახ რაღაცა და ვაუ და ვუ ორ თვეში და სამ თვეში ბიჭები ვერ ახდება ყოველთვის ყველაფერს უნდა დრო ანუ რაღაცა თქვა ტრანსფორმაცია გინდათ ჯობია ნენელა ნაბიჯებით ადეკვატურად რომ მაქსიმალურად ორგანიზმის რესურსებს მოუთხილეთ ანუ მაქსიმალურად სტრესის გარეშე და უფრო ნენელა ნაბიჯებით ანუ ეგ უფრო ალბათ არის საინტერესო ანუ კლენი ისეთ თემა რომ მე პირადად გამოვიყენებ ხოლმე აერობული თქვა და კარდიოს წინ მაგ ვარიანტში ხოლმე რეალურად ხმარო ფაქტია მე თვითონ ასთმა მაქვს ანუ სეზონური ხშირად ანუ სულ ეს ალბუტამული სპრეი დავდივარ კლენსაც ვიყენებ ხოლმე ფაქტია კლენი უფრო საინტერესოა ყველაზე იაფიანი ეფექტური ცხიმისწველი ვიტყოდი ფაქტიურად და ფაქტობრივად ბოლო შეკითხვა ზაღუკა დიან ვინჩესტერ 31-78 ანა დროზე რა სიტყვი მაქს ამდენი ხანი შეიძლება დაილიოს 50 მოდი ყოველდღე ოქსი არის ჩემი ფაქტობრივად ერთ-ერთი საყვარელი სტერიკი მწვეთში იმიტომ რომ მოყოლილი მაქვს ბევრჯერ როცა პირველად გავსინჯე ოქსი იგი ყოველთ მიახლოებით 10-11 წლის წინ და მაშინ ვიყავი გატაცებული კაპტაინოვ კრაშები არის ეს ტიგალკული ესპანელები და დიდი ხანი ვერ ავკეტავდი 2.5-იანს და მაშინ მახსოვს რომ მიახლოებით აი ერთი კვირა მიღებისას აი დაჟე თქვა როცა დალევ გინას 50 მგ-ს ნამდვილი ოქსია პირველი და რეალურად მილიგრამობა წვეთში მართალი არის ანუ პატარა რაღაცა ნიუანს ჩავახსოვეთ ეხლა რაც ხდება ბიჭები ბაზარზე ამ ფარმაკოლოგიის კუთხით აი თუ გინდა გადაუზიარეთ ყველა ვინც ხიმიჩობს ფაქტიურად ვინც კი ამ თემაში არის იცოდეთ ერთი მთავარი ნიუანსი აი წვეთში გეუბნებით ამას ყოველთვის ბაზა ამ ნივთიერებების გინესტერიკების და გინეს ამ რაღაც გარკვეული მედიკამენტების არის ორი ჩინეთი ინდოეთი ჩინეთის 80%-მა ბოლო ხანი ხარხნები დაკეტა წარმოება გარკვეული რაღაცა ნივთიერებების როგორც არის ოქსიმეთოლონი ტესტი ასე შემდეგ 20% რაც დარჩენ ეგ 20% აი ისი აბარებენ აჩიოც სახელმწიფოს ვის აძლევენ როგორ რანაირად და ასე შემდეგ აი აბა რა ვთქვა ამიტომ ეხლა ამ მომენტში ისეთი დონეზე არის ანდერგრაუნდი და ისეთ დონეზე ფაქტობრივად არის ჩავარდნილი პროსტა ეს ბაზარი რომ მეტი არ შეიძლება რა ანუ წარმოიდგინეთ რომ რუსეთში პროსტა აი არანორმალურ დონეზე ფაქტობრივად რომ ყოველთვის იყო ფარმა ვაფშე არ ყოფილა არასდროს არანაირი პრობლემა
ჩემ მეგობარი ახლა მიგდებს ანალიზებს, ჯერ იყო გამქრალი ვაფშე ნათათი ფაქტიურად, ვაფშე ინკა ვერ იშოვებოდა რა, ანუ არა არის მათ საუბარი რომ $60, $80, $100 ვაფშე ვერ იშოვებოდა. ეგ არის პროსტა იმენ აპოკალიფსისი, რასაც ვთქვი სვეტში. და დაითრია ვითომ რაღაცა ბრენდი, ვითომ რაღაცა ძვირად, ცნობილი ბრენდი და წავიდა, გაიკეთა ინიექცია, წავიდა 2 დღის შემდეგ ჩააბარა და მოვიდა როგორი ვარიანტი. წარმოიდგინეთ, ადამიანი იკეთებს 250 მგ ტესტოსტერონს, მიდის აბარებს 2 დღეში ანალიზს და რეფერალურის ზედაზღვართან აქვს. ანუ ეგ რას ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს დარჩენილი რაღაცა, ძველი რაღაცა ნარჩენები ამ ფუნილის, ის არის გამზადებული, გაზავებული ფაქტიურად და არის როგორ თქვა პროპორცია 250 მგ შეიძლება აწერია და ნეტო სიმართლეში მოეთქვათ, რომ 150 მგ იყოს. ანუ ეხლა ხდება ისეთი ნაიობი, რომ რასაც ზეთები ახლა იყიდება, იცოდეთ 80-90% თქვენ იკეთებთ უბრალოდ ან ოლეინას, პროსტა ოლეინაზეც უბრალოდ. იმიტომ რომ ოლეინა ჩვენთან ახლოვარი, ჩვენ წლების განმავლობაში მაგზეც ფაქტობრივად ბავშვობაში ვჭამთ და იმუნური სისტემა და რაღაცა ძალიან მაგას რო გავიკეთებთ, რაღაც ისეთ არ შექმნის პასუხს, იმუნურ პასუხს რა და. ეხლა პროსტა ისეთი პიზდეცი ხდება. ან ოლეინა არის, ან კიდე ნედალივი არის არანორმალური. თუ ნამდვილი ოქსიმეთოლონი არის, რასაც შეეწერ 50 მგ, აი მიღების შემდეგ მიახლოებით 2 საათ ნახევარში ცოტა ჯანს უნდა ხელში გზნოდე. ზოგადად ეხლა ისეთი სიტუაცია არის, რომ ხანგრძლივად დაილიოს, ეგეც უზომოდ ინდივიდუალური ორი მაჩვენებლით. არიან ხალხი, ვინც ელემენტარულად გაცეების შემდეგ პარაცეტამოლს იღებენ და პარაცეტამოლის მიღების შემდეგ მიახლოებით 5-6 თვის შემდეგ ALT-AST ფაქტიურად აქვთ 2.5-ჯერ, 3-ჯერ მაღალი რეფერალურს. არიან ხალხი, რომლებიც ფაქტიურად იღებენ წვიმიან საჭმელს, ჭამენ, ვიდიან ანალიზებს აბარებენ და მაღალი აქვთ რეფერალურები, ანუ ALT-AST მიახლოებით 2.5-ჯერ ზევით. ოქსი პირველ რიგში უყავს ღვიძლს და მეორე უყავს ერიტროპოესს. ანუ ეგ არის ისეთი გარკვეული სტერიკი, რომელიც ეხმარება ანემიის საწინააღმდეგოდ ფაქტიურად გამოყენდებოდა ეგ ადრე. ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს მიდრეკილება ისედაც სისხლის სისკელისკენ, მაღალი ერიტროპოეზისკენ, მაღალი ჰემოგლობინისკენ, სულ აქვს მაღალი ფერიტინი, ანუ ორგანიზმი. არის ისეთი კატეგორია ხალხი, ვინც უზომოდ რკინას მაგრად იკავებენ. არიან აი ძალიან მაგ საქმეში უფრო ძალიან ეს ვარიანტში მაღალი აქვს ჰემოგლობინი, მაღალი აქვს ერიტროციტები ფაქტია. არიან კატეგორია ხალხი, რომლებიც პირიქით არ იკავებენ რკინას და პირიქით სულ ანემიური ტიპები არიან, სულ დაბალი აქვს. ეგ სისხლის მაჩვენებლები, ერიტროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი დაბალი. აი თუ ჩვენ ვიღებთ ოქსის, მაგ ორ მაჩვენებლებს უეჭვენა მიექციოს ყურადღება. შენ შესაძლებელია დაჟე ვთქვა უხეშად 2 თვე, 2 თვე ნახევარი, 3 თვე ადამიანი იღებს 50 მგ ოქსიმეთოლონს და ღვიძლმა ვაფშე არაფერი განსაკუთრებული რეაქცია არ გააკეთოს. მაგალითად, ALT-AST როცა არის უხეშად 50 ზედაზღვარი, გაუხდეს ადამიანს მიახლოებით 90-90-100, რაც ვაფშე არაფერი არა, ეს საერთოდ საგანგაშო ისეთ ვარიანტში რა და მელიშა ჩემთავდა შემიძლია ვთქვა, რომ მიახლოებით 1 თვე მიღება ოქსიმეთოლონი მიახლოებით 50-75 მგ, მე ALT-AST მიხდება ეგრევე 200. ანუ მე ღვიძლი მაქვს სამგზნობიერი, მაგრამ ერიტროპოეზი არ მაქვს ან აქტიური და არ სისხლი არ მისქელდება ამ პრეპს. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია, ხო და რასაც ახლა შენ წერ მაქს ამდენი ხანი შეიძლება დაილიოს, ალბათ დიდი ხანი სვეტში არაც, მაინც. და უნდა ხვდებოდეთ ან იმ სიტუაციას ფაქტიურად, რომ ეს არის უკვე ძლიერი უკვე არტილერია. ამას თუ იღებ, ბრო, უნდა ხვდებოდი იმას, რომ რეცეპტორები ისეთი ეშმაკური პონტი ორგანიზმის, რომ მე დროთა განმავლობაში მაინც ყველაფერს მაინც ეგუება. სანამ ოქსიზე გადახვალ, რა ვიცი, უნდა ხვდებოდი, ან დიდი ხანი წლები უნდა ფაქტიურად ხიმიჩობდა ეს ვარიანტში და უნდა უეჭველი აქცევდე ყურადღებას ამ მაჩვენებლებს. პლუს ზოგჯერ, რავი, ოქსი იმას იწევს კიდე, რომ ვისაც კუჭი ვთქვათ აქვს უზომოდ სუსტი, ზოგს ემართება ეს, რავი, გულძმარვა, რავი, გულისრევა, იჟოგა და ასე შემდეგ. შეიძლება დაჟე რომ რაღაცა ვთქვათ, იქნება რაღაცა ნექსიუმის თემაც იყოს საჭირო. აი ძალიან რთული არის რეალურად რა და ისეთი სიტუაცია, რომ ყველაფერს მაინც ინდივიდუალურად უნდა მიდგომა. სტერიკები თან მით უმეტეს ოქსი, ბრო, ეგ არის უფრო საშიჯიბრო ვარიანტი. ანუ მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ აი მაგალითად ადამიანი თქვა, თუ არის TRT-ზე, თუ ეგ არწოდდება მიიღო თქვა, თუ უნდა ვთქვათ, მაგ მხარეს იცხოვროს და უნდა რომ რაღაც ვარიანტი უკვე ფაქტიურად ყოველი მეორე, რა ვიცი, ვინც კი არის, ანუ YouTube ბლოგერი ან ასე შემდეგ, სულ ყველა ფაქტიურად ნორმალურ ფორმას მაგით ინარჩუნებენ რა და ოქსი ისეთ თემა არის, პიკურია, თუ თქვათ, აი შეჯიბრი რაღაცა ვთქვათ, ძალისმიერი გაქვს, ან რაღაცა ვთქვათ, პიკზე გადიხარ მიახლოებით 1-2-3 კვირით ადრე შეიძლება რომ დაილიოს ფაქტიურად რა და დანარჩენი კიდე უნდა გაკონტროლოს ანალიზები, როგორც გითხარით. ერიტროპოეზი და უეჭველი ღვიძლი, ეგ მინიმუმ რა და ისეთ სიტუაცია ფაქტიურად რომ ყოველთვის გინა როგორც კი არ მივიდეს საუბარი, თუ მიდის საუბარი რომელიმე სტერიკზე, თილიკონებსაც მაინც ხდება, ანუ კრეატინინი მაინც უნდა ჩააბარო რა. ამიტომ უზომოდ ბევრი ნიუანსები არის, უზომოდ ისეთი რთული პონტი არის და ყველაფერს უნდა მაქსიმალურად კონტროლი. 20 წუთი ფაქტიურად გავიდა, ბიჭები.
პატარა განცხადება ფაქტიურად. ანუ სულ ლაპარაკობ იმ სიტუაციას, რომ მინდა მაქსიმალურად დროთა განმავლობაში ჩემ ჰეიტერებს შეიძლება გავახარებ, შეიძლება დროთა განმავლობაში ძალიან მალე თლათ ხელმისაწვდომი უკვე აღარ ვიყო სოციუმში, ვიყო მაქსიმალურად ჩაკეტილი ჩემ კლიენტურასთან, იმიტომ რომ სამუშაო მოხსო. აი ესე ფაქტიურად რაღაც ახალ პროექტზე ხარ მუშაობ, ახლა მომავალში ვეჭვი გაიგებთ, აი რაღაც როკეტებს ჩემი ქალაქისთვის და ისეთ სიტუაცია ფაქტიურად, რომ ბიოჰაკინგ საძმოში, აი მსგავს რაღაცა თემებს ვლაპარაკობ ხოლმე ხშირად. რიქა მაქვს ფაქტიურად თვეში ერთხელ მსგავსი პოდკასტები, იქა მაქვს უამრავი ისეთი გარკვეული არქივი, რომ სურველები რომ რაღაცა თქვა რეალურად ისეთ ისწავლოთ, რასაც თქვა არ ლაპარაკობს სხვა არავინ საქართველოს იმაზე სოციუმში, უნდა გაწევრიანდეთ ბიოჰაკინგ საძმოში. მსგავსი ფორმატს ვფიქრობ, გადავიღებ, შევეცდები კვირაში მაინც ერთხელ, ამიტომ გადაუზიარეთ მეგობრებს, გთხოვთ დაალაიქეთ, აი, რა ვიცი, არავის საფრთხე დაუშავდება, ფაქტია, რომ 1 ლაიქს უგონთ, მიაჭიოს ამ კომენტარი რამე დაწეროს. იმიტომ რომ ჩაძინებული მაქვს YouTube-ი ჯერჯერობით, თუ ცოტა სიტუაცია გამოსწორდება ნახობის ვარიანტში და აქტიურობის ვარიანტში, ვფიქრობ, რომ რეალურად სისტემატურად გადავიღებ ვიდეოებს. დანარჩენი კიდევ ვისაც გინდა თქვა, რა ვიცი, ფაქტიურად დახმარება ნებისმიერ სფეროში იცით როგორ მომძებნოთ. ყველას დროებით, ადიოს.